დედა ისეთი მაწუნის სუპი გავაკეთე გაგიჟდებით. თინა ხო შეჭამშვილო შენცა. მე თიკო მქვია და მაწუნის სუპი არ მიყვარს. იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული არა გაქვს შვილო ნაჭამი ესეთი გემრიელია სოფლის მაწუნით. აუ მან ერთი ზულტი და როგორ გამოძახებული KFC. სიტყვა არ დაგწეთ არც ერთს. და რო უთხრა ანასტასია რო კეშბექი იყო და მაგიტო გამოვიძახეთო. პლუს ბარათი თუ ხო დღეს ახლა 50%-იანი კეშბექი ვოლტზე. KFC-ს თუ გამოიძახებ. ხო იმზებებო გაიგებს ეგ რო უთხრა. არც ვოლტი არის ის რა არის, არც KFC და არც კეშბექი. გოგო, მაწუნის სუპიც რო ჭამოთ და მე ბურგერებიც ვერ გავკაჩავთ. აბა რას ვკაჩავთ ერთი გამაგებინეთ? ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო მეტ მაწუნის სუპს შეჭამს. თიკო ხო შენ პლუს ბარათი გადაიხადი. მაგაზია ხო ის კიდე 10 ლიანი კეშბექი ვოლტზე დაგიჭდება. ხო მე ისედაც მაგით ვიხდი სულ. გოგო ოცინებრიდან თვის ბოლომდე კიდე აქცია და ვოლტიდან თუ გამოიძახებ KFC-ს 5 ლარია კეშბექი. ოკეი, დღეს თუ გადავჭით, მე ჩვენი გადარჩენის ამბავში გამოვიძახოთ კიდე. ეს ამსაცალი მაწუნის სუპი გოგოება მოდით რა. მოკლედ მაწუნის სუპებს ვაქცევთ უნიტაზში. ოღონდ ძალიან ჩუმად, საით თავდღევდივართ ჩემი ოთახიდან შევდივართ ტუალეტში და ვაქცევთ. გასაგებია? გასაგებია. პირველი მე წავალ. მიდი აბა შენიცი. აუ, კალიდურში ჩაიხლიცა. რა მოხდა? ბაიმე, კედელზეა მაწუნის სუპი გადასხმული. რანაირად წაიქეცი ბიჭო? ბაიმე, რა ლამაზად არის გადასხმული, ისე უყურე რა. ზიაბებო ჩამოდის მატარებლი თუ დელეგაცია. მთელი ოჯახი რო წამოგვიყვანენ დასახვედრად. ესე იგი რა, ჩირები და ჩურჩხელები რო ჩამოაქვს, მაშინ გიყვართ მარტობებია თქვენი. აუ, ძალიან მიფციდან ტუალეტში შევალ. შედი ხო? დედა ისე გამოვაქციე ბავშვი რო ვერ შევიდა ტუალეტში. იკოცრავად შვილო, აპარატენ ჩარიცხვაში დამეხმარეთ. კიდე პრობლემა აქვს ალბათ, აი მობრძანდით Paybox-თან. აუ, ვერ შევედი იმ ტუალეტში. 54 წელია და მსუქანი ქალი დგას კარებში ჯოხით. ვაიმე ნონა კიდე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ვაიმე, გამომართვი და მიეციეს ხურდა. ანასტასია, გამოდი ახლა, რაღაც აკეთებ ამდენი ხანი. ნახვამდის. Paybox-ის გათამაშებაში ჩავდი ეს ქალი. პირადი კაბინეტიდან დაუმბადე ტელეფონის ნომერი, ნუ ასე ყურა გავაკეთე, მაგრამ მაყოფილი წავიდა. ესე იგი, მე აქ წვალებით მოგროვებული 18 ბილეთი მაგდაც და კონკურენტებს მიჩენს რა. აი მზიაბებო ჩამოვიდა. დედა რა არის, ამდენი პარკები რომ გაქვს, რა უბედურება. Paybox-ის ჩეკებია ესენ გავმართვი. 1 პანკი, 2 პანკი, 3 პანკი, 4 პანკი და 5 პანკი. ესე კიდე სუნკაშია. ტაქსი ხო არ გვინდა, ტაქსი, ჩასხედით წაგიყვანთ. ჩასხედით ეხა ტაქსიში, თუ სადაც არის ჩავიკეთს მიდე ჩავარდ ბილიონდაკებში. ოღონდ დატოვა ვიღაცამ ბავშვს ტუალეტებთან იხევა ტირილით. ვაიმე, გააჩერეთ მანქანა. გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ, ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხადო. აუ ხა, მიდი რა მითხარით, რომ მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად, შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ, თუ ერთი არ გიყოფა, მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რო დაიწერო. აუ, ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგან მაფრთხილა რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მოხოიც ლოკაცია შეიცვალეს. ვაგის-ვაგის მოპირდაპირეთ არიან ახლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთონება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე. მაშინ only God can judge me არ გამოგვადგება. იმიტომ რომ შენიც გამჭჭის. მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატა კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. აუ, ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერადი მინდა და სად დავიხატო, ეგეც არ ვიცი, ხელზე ფეხზე თუ საათ. სადა, მაგრამ მან ურავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. აუ, კაი ხაჭაპური გაასწორებდა. აუ, აჭარულ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებიეჩემი ხო აჭარელი იყო და მაგის უსაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივუხატე ფხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო. ბავშვებო, დასხედით, კვადრატ ამოდის. აბა დავსხედით ბავშვებო, მოვემზადეთ მათემატიკისთვის. ძლივს მოვაღწია დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე და დღეს ვისაუბრებთ სამკუთხედზე. სამკუთხედი რომელია? აი შეხედე მოსვიცის თავს და მიხვდები. საჭირო ოთახში გავალ. და შენიბაზე რას მიკეთებდი ლომსაძე?
დასვენებაზე ჰოტდოგს ჭამდი მას. და ეხლა ის ჰოტდოგი ნაკრას ტუალეტში. წადი ხო? მაშ, ვაიმე სამკუთხედის წამოღება დამავიწყდა რომ მეჩვენებინა. მოსვიძე გამობრძანდი დაფასთან თვალსაჩინოებისთვის. აბა ვინმე ტყვის ბავშვებო, დაკვირვების შედეგად, როგორი ფიგურაა სამკუთხედი? ომარიკო გისმენ. სამი გვერდი აქვს, სამი კუთხე აქვს და მოსვიძის თავს გავს. მაშ, ორკუთხედი არსებობს? არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონებიათ. ოი, დებილო ბავშვო. რა სიტყვებია? ქუჩაში ვართ? ქუჩაში? მას ომარიკო მესროლა ქაღალდი. ომარიკო ერთი შენიშნა და გახვალ გარეთ. ლომსაძე რა არის? ამდენი ხანი მიდოდა ტუალეტს? დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შორზე ტუალეტში მას. ომარიკო მტვინი შეჭამა მას. მე არ ყოფილი ვარ მას მაბრალებს. ომარიკო გაბრძანდი გარეთ. გაკვეთილის ბოლომდე არ შემოხვალ. ტუტუციეს. დავალება ჩავინიშნეთ ხო? ომარიკო შემოდი. აბა, რა ვისწავლეთ დღეს? რადა დამლაგებლის შვილი თურმე ვერ მოეწყო მას უმაღლესში პირველ წელს და გათხოვდა კახეთში გურჯაანელ ბიჭზე. მაგრამ ლოთიაო ის ბიჭი ასე თქვა, ალკოჰოლიკი. თეკლანიელად ალახიამანდ. საათ აბა რაზე ამბობ? შენ ფიხსაცმელზია უკვე დაიგვიანი. აუ, კაი რა, ჩემი თეთრი კეტები. მოიცა, ეს გიო არ არის მოპედით რომ მოდის? გიო! ვახ, ვიცოდი რომ აქ იქნებოდი და მადარტისლობიანი გაგიჩიტეთ რა. აუ, ძალიან კაი, ანუ დაიწყე ხო გიო მუშაობა? დავიწყე რომელია თუ დავრბივარ გიჟივით მთელი დღეა რა. 30-მდე შეკვეთა მქონდა მარტო გუშინ რა. ძალიან საკაიფო პირობებია და კარგად ავეწყე რა მომწონს. თუ ვინმე სუნდოდეს, ვაკანსიები არ ეკიდე და მომწეროს რა. აუ, ძალიან კაი მოპედია გიო, ჩემს მას უნდა რომ ეგეთი ყავდეს. ო, ჩემი მოპედია ეს. მაგით მუშაობ დამახ შეკვეთები ჩაულებრივად. აუ, დიაჩემა მომწერა, ჩემი კარის მეზობელი დაიღუპა. აუ, რა კაია. ლობიანზე ვთქვი, მეზობლის დაღუპვა სამწუხაროა ნამდვილად. აუ, ძალიან კაი ქალი იყო, სულ მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და უყვარდი ძალიან. კაი, ახლა ეგრეთ ვინერვიულებ რა, ასაკში იყო უკვე ეგ ქალი. ხო, ნუ ვიცდები რომ არ ვინერვიულ, ამ ლობიანს წავიღებ მე. მოიცა, ლობიანი სადმი გაქვს? აუ, გლობობ მე მგონი ხა? ინგა დამელოდე მეც მოვდივარ. წავედი გოგოები ხვალამდე. დედა რა გინდა გოგო შენ აქ სახლში მგონი ხარ მე? ფაიმე. კომუნალურების გადახდა დამავიწყდა. თეატრში უნდა წაგიყვანო. მართლა? აი მე როგორ მიყვარს თეატრი. მაყურებლად არა მსახიობად, რამე დრამატურში. აგერ არის მე Facebook-ში და გადავიხადოთ. თახო გითხარი გათამაშება ამით და პირადი კაბინეტი გავაკეთოთ. დაიცაბა, ბრას დავაწვე ახლა აქ. პირადი კაბინეტი. ვიცი. მან პირადი კაბინეტში დაამატე ტელეფონის ნომერი. ნუ ურტყავ ეკრანს, უბრალოდ დიდაადე. სუდალიცა აპარატი. აჰა, დაემატა ტელეფონის ნომერი. ნახოთ ახლა გადასახადები რამდენია სულ. ბაიმე. 87 ლარია დედა. აი სამსათმე რო გაქშუქები ჩართული ხარ. მივიდეთ ერთი სახლში. რამდენი ბილეთი დამერიცხება ახლა აქედან? ყოველ გადახდილად ლერძია ერთი ბილეთი და ანუ ახლა 8 ცალი და კიდე პლუს 10, იმიტომ რომ პირადი კაბინეტი შექმენი. აჰა, ესე იგი 10, 8, 18, ხო. ვაიმე, ირმა, გოგო 18 ბილეთი დამერიცხდა და აღარ დაგინახე უცბად. როგორ ახარ? რა ვიცი ვართ გოგო, ახლა გამოვიარე შენ თონესთან და რაღაცა პრაგუნის ხმა იყო მეთქი ინგა ალაგებს თქო და რა ვიცი აგერ შემხვდი შენ. ვაიმე გავიქეცი რა ჩემი მეუღლე მელოდება, გაკოცეთ. კარგად, ირმა ჩემო კარგო. დედა რა ბრაგუნობდა გოგო ნეტა. ბაიმე. ბავშვი დამრჩა თონეში. გოგოებო, ხელფასი ავიღე, სად მივდივართ? შაურმებზე. რა შაურმაზე, შოპინგზე, ფეხსაცმელები უნდა ვიყიდო. შენ იყო კიდე მშვიერი ხარ გამოსული? ხო, რაღაცა დიეტითი კლავს თავს. აი იქით არის მაღაზია სნიკერ ჰაბი, პეკინის 18, წამო. სნიკერსი. აუ, რამდენი ფეხსაცმელი? უკაცრავად მარციპანის ფეხსაცმელები ხო არის, გაქვთ, როიჭმევა. აი მე გოგო გამოდი აქეთ, სნიკერსი კი არა, სნიკერ ჰაბია. უკაცრავად ეს მოდელი რა ღირს?
ეგაც 15 ლარი, სხვადასხვა ფერებში არის თან. ხალხო ნახეთ რა ვიპოვე, მარტინსები, მიმელოდებოდნენ. აუ კი ეგ ძალიან მაგარი ხარისხის ტყავია და უმაგრესი მოდელია. ტყავი, საკალისტო ხორის. მე გამოდი აქეთ რა გჭირს, ძალიან მშიერი ხარ, ხო? რა 2 გოგო, 2 საათი? არა 2 დღე. აუ ეს მარტინსები ძალიან მომეწონა, ამას ვიღებ. ამას კიდე ინგას უყიდი. ცალ სახელმწიფოს ვაჩუქებ და ცალს დაბადების დღეზე. აუ რა კაი. აუ გოგოებო, ამას გავისინჯავ და მოვალ. ისე რა ვიცოდეთ გოგოებო, ჩვენთან ყველანაირი მოდელი შოვნა შეგიძლიათ, რაც კი საქართველოში შემოდის. განუსაზღვრელი მრავალფეროვნება გვაქვს. კი, აშკარად ბევრი რაღაცაა მართლა. აუ, თეკლას გული წაუვიდა. რანაირი დღე იყო რა. რა გინდა არაჩვეულებრივი დღე იყო. ახალი მარტინსებიც დავითრიე და თეკლას ასტრაფუნ წაიყვანა. აუ, წამო შაურმებზე წავიდეთ.